საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. მაღალი აძლევს ქართველ კაცს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერს და კაცი კიდევ ეუბნება. დიდი მადლობა ჩემო მაღალო, მაგრამ მე რო გლეხი არ ვარო, მაღალი კიდევ პასუხობს, ახლა მე ხო რა სამობ, ერზეს რუნით გადაგებული პრეზიდენტი ვარ. უბრალოდ არჩევნები მოდის და ეგრეა საჭირო. ეროვნული ნაკრების თამაშის შემდეგ ეცბაია ეჩხუბება ფეხბურთელს და ეუბნება, რო გეძახდი პასი გააკეთე, რატო არ გააკეთეოდა? ფეხბურთელი კიდე პასუხობს, ვისთვის მიმეცა პასი კალაძე ივანიშვილის ოფისშიც და დემეტრაძე კიდე ზონაზეო. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავთ. საზოგადოების გამრყნელი ოლიგარქი არ ისვენებს. კვირას ფილარმონიაში თავისი ორგანიზაცია დაუფუძნებია. ჩემი მაღალი გამოულანძღავს და თავის მიერ წლების მანძილზე ნაკვები საზოგადო მოღვაწეებით გადაუჭედია დარბაზი. ბიძინა სცენაზე მისმა მომხრეებმა, დაძოლებულმა პოლიტიკურმა სახეებმა, ახალმა თანაგუნდელებმა, შევარდნაძის თანაგუნდელებმა, მსახიობებმა, მომღერლებმა, რეჟისორებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც წლები ამისგან ფულად დახმარებას იღებენ, ოვაციებით და ტყაში დააცილეს. აი? ზუსტადაც ეგ არის მთავარი განსხვავება ბოროტ ბიძინასა და ჩემს მაღალს შორის. ბიძინა უყვართ ფულის გამო და ჩემი მაღალი კიდევ თავისი შინაგანი სამყაროსა და პიროვნული შარმის გამო იგებს ყოფე ხალხის გულს. რას დაბარეკობთ კაცო? პირადად მაქვს ნანახი ქართულ დიასახლისებთან შეხვედრისას შარფ შემოხვეულმა პოეტური იერის მაღალმა ერთი ფეხის ფეხზე გადადებით რომ მონუსხა მთელი აუდიტორია და რამდენიმე ათეული ქალბატონი გულშეღონებულიც კი დააგდო მიწაზე. მართალია ახლა მაგ ფეხის ფეხზე გადადების დრო ჯიბიდან რამდენიმე ათეული ტომარა ფქვილი დაუვარდა, მაგრამ ახლა ეგ ხო ფული არ არის. არა, პირიქით. ფქვილიც ჩემი მაღალი შინაგანი სამყაროს ნაწილია. დიახაც, ეგეც შინაგანი სამყაროა და თავისი თაფლისფერი თვალებიდან რომ 5 ლარიან სამგზავრო და სხვა ტიპის ვაუჩერებს რო თორწნის, ისიც. ისე ჩვენი ბოჰემური სამყაროც და დაუნახავი არა, ჩემო მაღალო. ამ ბიბერიკაშვილს გუშინ წინ რომ ბიძინამ 2000 ლარი გადაურიცხა, ის ახსოვს და შენ რომ ერთი წლის წინ ისა ტრანსფორმერებში ხო ისა 3-ში ოღონდ ოპტიმუს პრაიმის როლი რო გაუჩიტე, ის რა? რა არ გაგიჩიტია? ხო. და 10 წელია ღარიბ თეატრში ყავდა გამოკეტილი? აბა რაღაც ერთში შეგაიგაცო კაცო. ან მე რაღაც მატლიკინებ ამ სისულელებს. ჩვენი რა ახლა ამ თავრობის ახალი სოფლის მინისტრი ბატონი გოროზი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ ისწავლა კარგად ქართული ენა. აი გლეხებს ძალიან მაგარ საჭუქარს თავაზობს სხვათა შორის. 800,000 ოჯახი საქართველოში 30 ლარიან ვაუჩერს მიიღებს ყველა გლეხს, ვინც უსახსრობის გამო მიწის დამუშავებას ვერ ახერხებდა, სახელმწიფო დაეხმარება. 20 დეკემბრიდან საქართველოს რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგება დაიწყება. ვაუჩერის გამოყენება გლეხს სურვილისამებრ შეუძლია, თუ ფერმერს 5,000 კვადრატულ მეტრამდე სახნავს ათესი მიწა აქვს, ის ვაუჩერის საშუალებით მიწას უფასოდ მოხნევს. იმ შემთხვევაში, თუ გლეხს მიწის მოხსნა არ სურს, შეუძლია ვაუჩერის საშუალებით 35 კილოგრამის სასუქი მიიღოს. არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა, ყველა ფერმერს ვაუჩერის ფულში გადაცვლა შეიძლება, თანხის გაცემა 1 ივნისიდან დაიწყება. ქვეყნის მასშტაბით ვაუჩერს სულ 3400 სოფელი მიიღებს და მისი მოქმედების ვადა 2012 წლის 31 დეკემბრამდე იქნება. მე ამ თემის განხილვას ცოტა შორიდან დავიწყე. 800,000 ოჯახი მიიღებს 30 ლარიან ვაუჩერს. ეს თანხა 24 მილიონს შეადგენს. ანუ კიდევ ერთი ინფლაციის წინაშე გვაყენებს ჩემი მაღალი. მით უმეტეს რომ ეს 30 ლარი გლეხს მხოლოდ ცელის გასალესად არ ეყოფა. ეს ისე ინფორმაციისთვის. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ვაუჩერს. ახლა რომ უკვირდები, ყველაფერი კარგად არის. კომუნალურები ვაუჩერით გადახდილი გვაქვს უკვე. საჭმელი ვაუჩერით გვაქვს შეძენილი. ვაუჩერით მგზავრობთ, მიწას ვაუჩერით ვხნავთ. მოკლედ აშენდა ქვეყანა ამ მთავრობის ხარჯზე, ხო? ერთ-ერთი მამლის ყივილის ვაუჩერი გვაკლია და მაგასაც ალბათ გაიცად შემოგთავაზებენ. თუმცა არის კიდე სხვა საკითხები, რაც ვაუჩერით უნდა გადაიჭრას. აი მაგალითად, არჩევნებში 5-იანი შემოხაზვის 30 ლარიანი ვაუჩერი. მიშა მაგარიას 15 ლარიანი ვაუჩერი. ბიძინა ივანიშვილის გმობის 10,000 ლარიანი ვაუჩერი. ხულიო ეგლეზიასის კონცერტზე დასწრების ვაუჩერი. Windows-ის დაყენების 20 ლარიანი ვაუჩერი. ღვინის დაყენების ვაუჩერი და ბედნიერების 2 ლარიანი ვაუჩერი. აი ეს ის ვაუჩერებია, რომელსაც ბრძენთა საფიხნო სავარაუდოდ მომავალ წელს შემოგთავაზებს.
მაგრამ მე მინდა ჩემს მაღალს და მის დამკვრელებს უთხრა. აი, მე კი ვხვდები ჩემო მაღალო, ეს ვაუჩერები როგორ უნდა გამოვიყენო, მაგრამ მოსახლეობა ამას ვერ ხდება. ამიტომ მთელი მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბეთ, გამოჭენდით თქვენივე ტელევიზიებში და გვიჩვენეთ როგორ გამოვიყენოთ ეს წვრილად დახვეული 30 ლარიანი ვაუჩერი. ხო. ისე ჩემო მთავრობა მოულოდნელად ამ შენს მოსახლეობას გონება რო გაუნათდეს და რომ მიხვდეს რომ 30 ლარიან ვაუჩერს 5.5 მილიარდიანი უმტკივნეულო ვაუჩერი ურჩევნია. მე სად მიდიხარ? სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი აღაშფოთა კალაძის განცხადებამ ნაკრებიდან წასვლის შესახებ და აი ეს ათქმევია. ეროვნული ნაკრები არ არის ნოღაიდელის პარტია, რომ დატოვო და წახვიდე. არსებობს გარკვეული პროცედურები, რაც კალაძეს უნდა დაეცვა. უნდა შეხვედრო და მთავარ მწვრთნელს, ჩაეყენებინა საქმის კურსში და გადაწყვეტილება შეეთანხმებინა ფეხბურთის ფედერაციასთან. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არის ის, რომ ადამიანების გარკვეულმა წრემ არ იცის რა უნდა აკეთონ. იცით რა არის? თუ ასეა, გაკოჭეთ კაპიტანი კახა და დააგდეთ მარცხენა ფლანგზე. ჩვენ საჯარიმოსთ. და ტაქტიკის განაცხადება თუ გახდა საჭირო, მოიკიდებს ამისულაშვილი კახას და ჩამოაჩოჩებს ცენტრისკენ. წითელი ინტელიგენციის პიონერი ეგა. ახალგაზრდობის მინისტრო ლად. რამხელა სიმართლე თქვი ალბათ, შენ თვითონაც ვერ ხვდები. აშკარად კედელზე დაკიდებული თოფივით გაისროლე, ხო, მაგრამ მხოლოდ სიმართლის თქმა არ არის საკმარისი დადებითი ცვლილებებისთვის. ლადო, აი ახლა სუფთა ფურცელი და დაწერე. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ვლადიმერ ვარძელაშვილის განცხადება. ხო, ისა განცხადება დიდი ასოებით, ხო. დანაშა შენ თვითონ მიხვდები. აი, რა კითხვაც გულს გიღრღნის, ეგ ჩაწერე და დადე ერთი აგური ქვეყნის აღშენებლობაში. შენს კოლეგებსაც ურჩიე იგივე გააკეთონ, ოღონდ შენგან რომ გადაიწერენ, ლადო ვარძელაშვილი არ ჩაწერონ ყველა განცხადებაში. დაკვირვებით გააკეთონ, ხო. შემდეგ დაგმე ყველა უსამართლობა და შეცდომა, რაც ხელისუფლებამ და ნებისმიერმა მოქალაქემ საერთო საქმის კეთებისას ჩაიდინა. შემდეგ სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოითხოვე და მწყემსე შენი ერი. რაო? ეგ რო გააკეთოთ 15 წლიანზე გაგიშვებენ? მიდი, გაბედე, ლადო, გაბედე. კომპრომატები აქვს თოხრა? მაშინ იცი რა ქენი? გაჩუმდი და ხალხს ნერვებს ნუუშლი. ახლა ბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. ინიციატივა პრეზიდენტ ოსტატ სააკაშვილისგან. 30 ლარიანი სასუქის ვაუჩერი გლეხებს და 20 ლარიანი კლუჩების ვაუჩერი მუშებს. გლეხებო ამასოფლისანო, გამოვართვით მთავრობას 30 ლარიანი სასუქის ვაუჩერი, მიაყარეთ და გაზაფხულს დაელოდეთ. თუ ნაყოფი არ მოგცათ, ესე იგი გახმა. ქართული ნაციონალური ტელევიზიები სიზმრების ახსნის გამოქვეყნების შემდეგ აქვეყნებენ ახალ ბესტსელერს სახელწოდებით ტაშების ახსნა, სადაც ახსნილია ბიძინა ივანიშვილის და ივანიშვილი ბიძინასთვის დაკრული ყველა ტაში. ბესტსელერის მიხედვით, დიდარი კაცი 20 წლის განმავლობაში იმიტომ უხდიდა საზოგადოებას ფულს, რომ რომელიღაც X დღეს ან Y ღამეს მისთვის ტაში დაეკრათ. ტაშების ახსნა. აბა საჩხერეში წაიკითხეთ თუ მაგრები ხართ. ჩემი თბილის სტანადი ანაზდად გამოვენთო ტელეეკრანზე და ახალგაზრდებს მოუყო, რომ დიდი გაჭირვების მიუხედავად მაინც მაგარი ხალხი ვართ ქართველები. ამ რეფორმებმა მოგვიტანა ჩვენ პერსპექტივის განცდა. და საქართველოს დღეს არის ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ქვეყანა. კვლევები რომ ნახოთ, ახლა არა ეს კვლევები, იქ ბევრი ყურადღებას ამახვილებდა პოლიტიკური რეიტინგებზე. ჩემთვის მთავარი იყო აი ამ კვლევებში, ისევე როგორც ეს პერმანენტულად და სოციალურ შეადაროთ ჩვენ რეგიონში სხვა ქვეყნების კვლევებს, ნახავთ, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ოპტიმისტურად განწყობილი არც ერთი მოსახლეობა ჩვენს რეგიონში არ არის. და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. არა, პრინციპში ვეთანხმები ახლა ჩემს თბილის სტანადს. რადგან ჩვენ ქართველები ოპტიმისტები ვართ. ხო, შევთვის დარია თუ ავდარია, ოპტიმიზმი მაგარია. ხან გვიჭირს, ხან გვიხარია, ოპტიმიზმი მაგარია. აბა ეხლა სხვა ერები არიან ოპტიმისტები. მათ კარგი სახელმწიფოც აქვთ, დემოკრატიაც, მედიაც არატყუებს, მაღალი ხელფასები და პენსიები აქვთ, ტერიტორიული მთლიანობაც აქვთ, დემოკრატიულ არჩევნებსაც ატარებენ და მაინც პესიმისტები, სუქნები და მოწყენილები არიან. აი ჩვენ კი ამ ყველაფრის, ესე იგი, მიუხედავად, ყველაფერს მოკლებულნი, გაძვალტყავებულნი, მაინც ოპტიმისტები და ბედნიერები ვართ და სხვათა შორის ამ ჩვენს ოპტიმიზმში დიდი წვლილი მიუძღვის ყველა დროის ფსიქოლოგ კარლ მაგალ იუნგს. მან ზუსტად იცის, როგორ უნდა დაინერგოს მოსახლეობაში ოპტიმიზმი. ის თავის მედია ლაბორატორიაში აგერ უკვე 8 წელია მოსახლეობის ოპტიმიზმის ამაღლებისთვის ცდებს ატარებს და თანაც სხვადასხვა წარმატებულად.
ისე ჩემს ფსიქომამას მაღალს მინდა უთხრა რომ იმაზე მეტად ოპტიმისტები ვართ ვიდრე შენ და შენს დამკვირვებლებს გონიათ ახლა მიუხედავად ამ 8 წლიანი ავიცხოვრებისა გჯერა რომ 2012 წელს დადგება ერის და ქვეყნის ბედნიერების წელიწადი. აი ეს გახლავს ჩემო დიადო ჩვენი ყველაზე დიდი ოპტიმიზმი. თუმცა ეს ჩემი მაღალიც რა ძალიან ოპტიმისტია კაცო. მას ჩვენზე მეტად ჯერა რომ 2012 წელს არსად მოუწევს წასვლა და კვლავ იმეფებს. მართლა რა ოპტიმისტი ყოფილა ეს ჩემი მაღალი ხო? კარგი, მაგას თუ არა, ტანაც მაინც ვეტყვი. ჩემო თბილისთანადო, თქვენმა დრომაც იდარა, თქვენ წადით და ოღონდაც, ჩვენ სულ არა გვინდა რა, ჩემო კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ევროპისკენ, კიდევ ერთი წარმატება ქართულ ვაჭრობაში, კიდევ ერთი მამული შვილური სვლა საქართველოს მთავრობისგან და კიდევ ერთი დიდი იმედი იმისა, რომ აი ისევ უკვე სულ რაღაც ხვალ საქართველო გამწყინდება, ლაზარე აღდგება და ქართველები გავიხარებთ. რუსეთის მხარე ბოლო 3 წელია თითქმის ცდილობს რომ საქართველო ჩააყენოს იზოლაციაში. აი დღევანდელმა დღემ დაამტკიცა რომ ეს მათი ცდილობა საერთოდ კრახი დასრულდა აბსოლუტურად და დღეს საქართველო ევროპასთან უფრო ახლოს არის ვიდრე ოდესმე იყო. დღევანდელი დღე ამტკიცებს იმას რომ საქართველო ხდება ევროპის სრულუფლებიანი წევრი სინამდვილეში ევროკავშირის, იმიტომ რომ თავისუფალი ვაჭრობა ეს არის ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოსი და ევროკავშირის. აჰა, ესეც ასე. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობაც დაიწყეთ და ახლა ნახეთ თქვენ საქართველოს აკლავება და ოქროს ხანა. ბოლოს ახლა მთელი საქართველოში თუ არა პრეზიდენტის რეზიდენციის, მთავრობის სახლის და რამდენიმე წამყვანი სამინისტროსი მაინცკაც. მაგრამ რაც მთავარია რუსეთს ხომ ბოლომდე დაერხა. ახლა დადგეს აბა პუტინი და ებლატაოს ჩემს მაღალს, ამას გიზავ, იმას გიზავ. ვერაფერსაც ვეღარ უზამს. იმიტომ რომ ჩვენთან უკვე ევროპული თავისუფალი ვაჭრობაა და გვინდა ღვინოს გავიტანთ, გვინდა მანდარინს, გვინდა ბორჯომს და გვინდა კარალიოკს. ეხლა თუ მაინც და მაინც ჩვენ ჩვეულებრივი რიგითი ქართველები ვერ მოვახერხებთ ამას, მაშინ ადგებიან და ჩვენზე უზომოდ შეყვარებული მაღალი, მისი ძმები, მისი მთავრობის ხელის ბიჭები და სხვა მსხვილი თანამდებობის პირი მონოპოლისტები გააკეთებენ ამას. და საერთაშორისო ასპარეზზე ასე იტყვიან. რა ვქნათ აბა ეხლა ქართველები ზოგადად ზარმაცი ხალხია. თვითონ ბიზნესის კეთება ეზარება და ჩვენ მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს გვიწევს ყველაფერზე ზრუნვაო. ზუსტად ასეა ნავთობისა და სხვა მაღალ რეალიზებადი პროდუქციის საქართველოში იმპორტირების საქმეც და ისიც ასე საცოდავად გვაქვს შეტენილი და ასეთი გაძაღლებული და წვალებით ვაგროვებთო მილიარდებს. სამაგიეროდ ამ ფულს რაც ამ საერთაშორისო ვაჭრობით შოულობთ, ცენტსაც არ ვაკლებთ და სულ ვაუჩერების სახით ვურიგებთ ქართულ ხალხს, რომ უზრუნველად და არხენა და დიდხანს იცხოვრონო. აი, ძვირფასო ტელემომზილებო, რატო ვართ ასეთი გახარებულნი, მოხიბლულნი და აღტკინებულნი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის დანერგვა. წამოუწვეთ ახლა ყველანი, გადავიდოთ ფეხი ფეხს და აქამდე თუ მთელი წლის მანძილზე 5, 20 და 30 ლარიანი ვაუჩერებით გრიალებდით, ახლა უკვე 10, 25 და 35 ლარიან ვაუჩერებს დაველოდოთ და ბარე ბოლომდე თავზე. ხოლო ჩვენს მთავრობას მიუცეთ ჩვენი ქვეყნის უვადოთ მაფის უფლება. კაცო, ბოლოს და ბოლოს ის მაინც არ გვაინტერესებს კიდევ რამდენი ხანი შეძლებენ ჩვენს უზრუნველად ცხოვრებას. არაჩვეულებრივი არქიტექტურული ძეგლების დადგმა, გადატან გადმოტანას და რაც მთავარია, რუსთავი 2-სა და იმედის ჟურნალისტების გადაგვარებას. ხო. აბა დიდება ნაცპარტიას და თავისუფალ ვაჭრობას. ხო. ახლა ამის ეთერში 5 პოლიტიკური აბის მიღების დრო დადგა. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილი დაიკავა ჩვენმა იმ მთავრობის წარმომადგენელმა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის თავისი საქმე და ხალხის უმაღლეს პატივში იყავს. თუ ხარ სპორტსმენი, უნდა იყოს სპორტსმენი, თუ ხარ პოლიტიკაში, უნდა იყოს პოლიტიკაში და ჯობია ყველამ თავისი საქმე აკეთოს ისე რომ სასაქმესაც აკეთოს კარგად გამოსდიოდეს. ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე სიკვდილი, მე ვფიქრობ არცი გამოუვა საქმე და არცი გამოუვა. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილზე გავიდა აკომინაშვილი, რომელსაც ახლა ახალი ისეთი არაფერი უღადავია, მაგრამ ძველი თქვა, მაგრასა кайფოთ. ინვესტორებისთვის ეს არის ძალიან პირველ რიგში კარგი გზავნილი, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილის სტაბილური სახელმწიფო. მესამე ადგილი. მესამე ადგილი წილად ხვდა ჩემს თავისი ჩუმი რეფორმებით უაღრესად მოხიბლულ და თავდაჯერებულ მაღალთ მაღალს.
ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ დავიწყეთ ეს მოლაპარაკები და თქვით ხვა ევროკავშირმა ეს კეთება იმის გამო რომ საქართველოს გაატარა სწორი რეფორმები. მეორე ადგილი ერგო მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის დირექტორს, რომელსაც 30 ლარიანი ვაუჩერი რამდენ ლარიანი ეგონა, ჯერაც ვერ ამოუხსენი. ინიციატივა ძალიან დიდად შეუწყობს ხელს მიწების დაუშავების რაოდენობას, მით უმეტეს ზღვის ფერმერებისთვის რეალურად დაიწყო სექტემბრისთვიდან საგაზაფხულო კულტურების თესვისთვის მიწების მოხსნა დამუშავება და უკვე დღეიდან შეუძლიათ გააგრძელონ ზღვის ფერმერებმა, ვიდრე არ ქონდა ამის საშუალება, აი ამ ვაუჩერის მეშვეობით. პირველი ადგილი კი საზეიმო ვითარებაში მინდა მივანიჭო ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტიკურ პიკს. აჩვენეთ ეს პროფესიონალიზმი მსოფლიოს და მერე ნახეთ ისინი რას გვიჩვენებენ. Мечты взрослых дядей сбываются на другом. Газпромის ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური აქციონერი სოცნება ახდა. ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ფილარმონიაში საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა. შეკრების კონფერენცია დიდი ხანი ფიქრობდა თუ როგორ უნდა წარადგინა ივანიშვილი. და მოიფიქრა. ბიძინას სცენაზე მისმა მომხრეებმა, დაძოლებულმა პოლიტიკურმა სახეებმა, ახალმა თანაგუნდელებმა, შევარდნაძის თანაგუნდელებმა, მსახიობებმა, მომღერლებმა, რეჟისორებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც წლებია მისგან ფულად დახმარებას იღებენ, ოვაციებით და ტაშით ააცილეს. მან თავის გამოსვლაში ერთხელ ახსენა სიტყვა ოკუპაცია და ევროინტეგრაცია. დღეს ფილარმონიაში უცნობები არ იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სიმცირე იგრძნობოდა, თუმცა ნაცნობი და დავიწყებული სახეები უხვად იმყოფებოდნენ. შეხვედრა წარსულთან მხოლოდ ფილარმონიაში შედგა. ჟურნალისტმა მატოე განაპოლსკიმ კი ტვიტერში საკუთარ გვერდზე პატარა მინიშნება გააკეთა. კრემლის ოცნება ახდა. მილიარდელმა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა. ეს გახლავთ განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.